ეს დიფალ S7-ია, რომელიც 238 ცხენისძალას გამოიმუშავებს და დატენვადი ჰიბრიდია. ეს Toyota RAV4-ია, 2024 წლის, რომელიც 219 ცხენისძალას გამოიმუშავებს და ჰიბრიდია. დღეს ჩვენ ამ ორ მანქანას შევადარებთ ერთმანეთს და გავიგებთ რომელი სად დგას. თქვენ ხშირად სვამთ ხოლმე კითხვას, რომ კი ბატონო, ჩინური შეიძლება ასეთია, მაგრამ რამდენად უწევს კონკურენციას და რამდენად ჩაგვინაცვლებს იმ ავტომობილებს, რომლებსაც ჩვენ მიჩვეული ვართო. ხო და დღეს ამ ყველაფერს გავიგებთ. თქვენ იცით, რომ ძირითადად სამ ავტომობილს ვადარებთ ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ დღეს გადავწყვიტეთ, რომ ევროპული და ამერიკული დაგვიკიდებინა, იმიტომ რომ ახალი ევროპული Mercedes-იც კი უკვე ტაშტია, ვეღარ უწევს კონკურენციას Toyota-ს და გადავწყვიტეთ, რომ ეს დიფალი ჩინური საშუალო ზომის SUV შეგვედარებინა საშუალო ზომის SUV-ების მეფესთვის, Toyota RAV4-ისთვის. მოდი ვნახოთ, რა შედეგებს მივიღებთ. რატო გასვლა? არა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მიღადავები. აი ხა ნახე რა გიქნება. დაყარება ჩვენ არხზე დიდი ცვლილებები იქნება. ხო არ გადავა სპორტულ მანქანაში მგონია და ამას საკმარისი. სანამ ვიდეოს გავაგრძელებთ, მინდა შეგახსენოთ ძალიან მაგარ საიტზე, ეს არის carvertical.com, რომელიც არის ავტომობილის ისტორიის გადამოწმებისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი პლატფორმა. ამ წუთას საქმე ჩავაგდე ერთ-ერთი ავტომობილის ვინ-კოდი MyAuto-დან და მოდი დავათვალიეროთ რა. ამოვაგდო ეს ფოტოები ამერიკის აუქციონიდან, რომელიც საკმაოდ დეტალურად ახსენს მანქანის მაშინდელ მდგომარეობას, თუმცა carvertical-ის სხვა წარსულის გადასამოწმებელ პლატფორმებს იმით ჯობია, რომ ამ ფოტოებით მარტო არ შემოიფარგლება რა. ის ამოწმებს ასევე ევროპის და ამერიკის მასშტაბით ეს მანქანა ხომ არ გამოიყენებოდა ტაქსით, ხომ არ გამოიყენებოდა სხვადასხვა რაღაცების გადასაზიდად, პოლიციის მიერ ხო არ იყო გამოყენებული და ასე შემდეგ. ასევე დემოქარი ხომ არ იყო რომელიმე მომწოდებლის მიერ, მაგასაც კი ამოწმებს. carvertical-ი გეუბნებათ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, გეუბნება, რომ ტაიტლი არის შესაძლებელი, ამას აქვს salvage ტაიტლი, რაც ნიშნავს, რომ ამერიკაში დამთავრებული იყო და ეს მანქანების უმეტესობას აქვს, ეს სერიოზული არაფერია, უბრალოდ მაინც გაფრთხილებს. და ასევე გეუბნება, რომ ყურადღება უნდა მიაქციოთ დაზიანებას, იმიტომ რომ ეს ავტომობილი იყო დაზიანებული. გეუბნება რა დაზიანებები აღენიშნებოდა ისტორიაში რა არის აღწერილი, ეს არის წინა მხარის დაზიანება, რაც ფოტოებიდანაც ჩანს. ასევე გეუბნება მანქანა ხომ არ არის სადმე მოპარული, ან არალეგალურად გადაყვანილი და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან მაგარი პლატფორმაა და შეგიძლია გამოიყენო პრომოკოდი NIKA, რომ მიიღო 20%-იანი ფასდაკლება ავტომობილის გადამოწმებაზე. და ბოლოს, თუ ავტომობილის შესახებ ინფორმაციას ვერ მოგიტანენ, კრედიტებს უკან გიბრუნებენ. წარმატებით გისურვებთ, ახლა გავაგრძელებთ ვიდეო. გადმოვედით ლილო არენაზე, სადაც უკვე ჩვენს ტესტებს დავიწყებთ და მეგობრებო, 40 საათი შეგიძლიათ მთელი დღე შემოხვიდე და იარო აქ ასე რომ ნუ ხოლმე რა ტვინის რა იქ ოლიმპიურის წინ ჩამოდით, გადაიხადეთ 40 წელარი და რამდენიც გაგეხარდებათ ღმერთმა შეგარგოთ რა. ეს არის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაც, გარდა იმისა, რომ ბავშვებს აღვიძებთ და ქალბატონებს ძალიან ანერვიულებთ და ასე შემდეგ. კარგი, ამ ავტომობილების ტესტირებას დღეს აქ დავიწყებთ. ChatGPT-ს, ანუ ხელოვნურ ინტელექტს დავაწერინე ისევ, რა თქმა უნდა, ტესტები, ცოტა კორექცია შევიტანეთ, რომ მოგვერგო ჩვენი ყოველდღიურობისთვის. ესე იგი, დღეს ამ მანქანებს გავტესტავთ. აჩქარებასა და მუხრუჩში, სლალომში, კაბინის ხმაურში, ანუ იზოლაცია რამდენად აქვს რა, დეციბელომეტრით გავზომავთ 100 კმ/სთ-ის სიჩქარეზე, რამდენად შემოდის ხმაური. უსაფრთხოებაში, ტექნოლოგიაში გავაკეთებთ ყავის ტესტს, აი იმ ჩვენს ცნობილ ყავის ტესტს, რომელიც ChatGPT-ს ძალიან მოეწონა და თითქმის ყველგან სვავს. ასევე ვიზუალს შევაფასებთ, ადამიანებს ვკითხავთ, რომელი უფრო მოწოთ ვიზუალურად, გამძლეობა, დიაგონალების ტესტირება ლისზე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ორივე მაინც SUV-ია და ბოლოს აუცილებლად შევამოწმებთ სალონისა და საბარგულის მოცულობას. მეგობრებო, ეს არის ყველა ტესტი, რომელიც საშუალო ზომის საოჯახო SUV-ს უნდა ჩაუტარო, რამე გვაუწყდება? არა მგონი. და მეგობრებო, არ დაგვაუწყდეთ, რომ ამ ვიდეოს მიზანი არის გავცეთ მთავარ კითხვას პასუხი. რამდენად უწევს კონკურენციას ჩინური ავტომობილი ჩვენთვის კარგად ნაცნობ ბრენდებს. სამანქანიან ჩელენჯებში ჩვენ გვაქვს შეფასება 3, 2 და 1. მანქანა რომელ ადგილზე გავა, იმის მიხედვით წერთ ხოლმე კულებს რა. აქ უფრო მარტივად გვექნება ყველაფერი. დავწერთ 0-ს და X. მოგებულს ექნება გოლი და წაგებულს ექნება X. ანუ წააგო რა X-ია რა. როგორც Squid Game-შია. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ეს მანქანების Squid Game-ია. ახლა კი მოდი პირველ ტესტზე გადავიდეთ. გადავიდეთ. იცანი? კი. კაი, მოკლედ მეგობრებო, პირველი ტესტი არის სლალომი და სლალომი, როდესაც კეთდება საოჯახო მანქანით, უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რასაც საოჯახო მანქანაში ვაკეთებთ ხოლმე რა და საოჯახო მანქანის საჭესთან კაცი რას აკეთებს? ჭამს. ამიტომ ჭამით გავივლით სლალომს, დავინიშნავ დროს და ვნახავთ, რომელს უკეთესი შედეგი ექნება რა. ამას რომელიც არის ბენზოყი, მაგრამ გამძლე Toyota თუ ამას, რომელიც ბევრად უფრო მოქნელია. რჩევა, ჭამა არ დაგავიწყდეს. ჭამა არ დამოვიწყდება. სხვადასხვა წინაზეც არ დამოვიწყდება, თურმე ისევ ჭამე, როგორც მე, პროსტა გავინულა ის ქულები და იმ ტესტს Hyundai მოიგებდა.
მაგრამ ნიჩიო, არა უშავს, ჩემი შეცდომა. ეხლა ჩაგირთავ ჯიგარო ტაიმერს, დავუთვლით, უნდა ჭამო. ესენი ყველა უნდა გაიარო რა. 1 2 3 გადაუვარა. აი მე. არა, 30-46. მიდი ახლა რაც აქცია ის გაასწორე. მოკლედ 30-46-ია რა, საბამ. და ეხლა უკვე ჩემი დროა, მაგრამ იმდენად სწრაფი იქნება ეს მანქანა იმაზე, რაშიც დარწმუნებული ვარ, რომ დაჟე ის რო წააქცია, მაგას ჯარიმასაც არ დაუთვლი და პირდაპირ ამ დროს ჩაუთვლი. მზად ხარ? მაცადე გავთავო. ჩეთერობს უკვე რა. აუ, ეს პურში ყოფილა, ბიჭო. მე უფრო რთული დავალება მაქვს, იცი? კაი, მზად ვარ. მზად ხარ? მოიცადე ერთ წამი. ამა სპორტი არა აქვს. აქვს სპორტი, მოიცადე? აი რა რამდენი ხანი ჭირდება სპორტში რომ შევიდე. მოცადე ხო? აგერ არის. აი, სპორტი. აუ! შო! მზად ხარ? კი. რო დაიძრები ჩავთო. კაი. და 29 და 33. ერთი წამში დავყავ. ბიჭო, რა მიგვრის წია მანქანის? ძალიან მაგრა უხოს. ერთ დაკვდი, უკანა საბურებსაც ხوار უხოს. აი ნახე, რა პატარა მონაკვეთში უხოს. რავი. მოხოვის კუთხე აქვს ძალიან ისეთი რა. არ უხოს ხო უკანა საბურება? არა, რავი, ვერ ვამჩნევ რა. ეთყობა წინა უხოს ძალიან. კაი, შემდეგი ტესტი. აჩქარება და მუხრუჭი. ნახე, წაიღო საჭმელი იქით. წადი გაჭმევს, ის გაჭმევს, შენც გაჭმევს. მიდი. წამოუღეთ ხოლმე საჭმელი, ვიც წამოხვალთ ხალხო რა. იცოდეთ რომ აქ პატარა ცუგოები არიან და 1-6 ლარიანი პედიგრი უყიდეთ, წამოუღეთ, გაეხარდება. ახლა უკვე მეორე ჩელენჯის დრო მოვიდა, სადაც შევამოწმებთ ამ მანქანების საჩქარებასა და მუხრუჭს. მარტო დრაგს არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ეს არის საოჯახო SUV. ამაზე ახლა 200-მდე სიარული არალეგიტიმური მგონია რომ გააკეთო, აი არც არ მოგცემს რა. ამიტომ 60-მდე ავჩქარდებით და ეგრევე დავამუხრუჭებთ. დასაწყისისთვის თორკი რამდენად ცოცხალია მანქანა, მაგას გავიგებთ და შემდეგ მუხრუჭი როგორი აქვს, მაგასაც გავიგებთ. აჩქარება მუხრუჭი. ასე რომ წავედით ახლა ჯერ პირველი მე წავალ, მე წავალ სამი. კაი, რო დაიწყებ, ჩავთავ. 1 2 3 წავედი. 30. 8-23. კი. 8-23. ჩას. რო დავიძრები და დაიწყე. კი. შვიდი ნახუთი. ვაი, მაჯობე? რანაირად მაჯობე? 23 იყო შენ. ბიჭო, ამაგარი მოხრუჭია გამოსე. შემდეგი ტესტი არის ტექნოლოგიები, რომელი მანქანა უფრო განვითარებულია ტექნოლოგიურად. უბრალოდ დავდგებით მანქანებთან, ჩამოთვლით ჩვენი მანქანის ფიჩერებს, ანუ ოპციებს და მასე შევართ პოლემიკაში ერთმანეთთან. ავტოპილოტი აქვს. შევსწავლე. ეს ბოლომდე რომ იყვება ეგეთი ავტოპილოტია. შევსწავლე. ანუ აქ მოგიგე, ავტოპილოტში მოგიგე. ჯერჯერობით ხო? 360 აქვს. ამას არ აქვს, მაგრამ ზოგადად ამ მოდელებს აქვს. მაშინ ჩავთვალოთ რომ მაგასაც. ამაში AI-ია, რომელიც შენ ქცევას სწავლობს და მაგის მიხედვით მე მანქანას გარგებს. მეც და ესეც AI-სთან არ ვზმაგაცობ. ანუ წინ ვარ უფრო. ამას მოგიგე. ეს არის ელექტრომობილი, რაც ნიშნავს, რომ ამის ბატარეები მართავს საბურავს და ბატარეას უბრალოდ ტენის ძრავი. რაც ბევრად უფრო გამართლებულია აჩქარებისთვისაც და ყველაფრისთვის, უფრო ენერგოეფექტურია. იქ მუხრუჭით მოიგე, უფრო ენერგოეფექტურია და ვოლტიდან გვახსოვს ყველას, რომ ძალიან კარგად მუშაობს ეგ ამბავი. ვოლტი დიდად კარგად არ მახსოვს მე, მაგრამ ამას ჰიბრიდი აქვს. დაადე ჰიბრიდი და დადის გიჟივით. მოგაში მოიგე როგორც ტექნოლოგია, მაგრამ ტექნიკურად არ გეთახმები. მოდი მაშინ ფრედ დავტოვოთ. ხმით მართვა აქვს. ეგ რა არის? რა როელაპარაკები რა გააკეთოს და რო გააკეთოს. ჩემთან ეს უნდა კონდეს. არა, რას ადელაპარაკები. აგერ აქ ძმაო ხმით მართვა. Call Nika. Sorry, navigation is currently not available due to no internet connection. ინტერნეტის კონექშენს ხდოს. ხო, მაგრამ მე არ არის ახლა ისე დახვეწილი აქ როგორც მანდ იქნება რა, თორე ეგრე ჩემ იმასაც აქვს, ცემაკსაც აქვს ეგ. Call დედა და დაურეკავს ამერიკაში ვიღაცას.
თავს უაჭრიათ. კაი, დატვირთული ჰიბრიდია. არა, ეს არ არის, ეს კონკრეტული მოდელი არ არის, ამიტომ უფრეთ ჩავთვალოთ. წააგებ, გიგებ. ის თუ უფრეთ ჩავთვალოთ, ეს უფრეთ ჩავთვალოთ. არაფერი, ორს აღარ ჩაგითვლი ფრედ, იმიტომ რომ ის რომელიც დატვირთული ჰიბრიდია, ღირს კიდე 10000-ით მეტი. აი ეს მოყვება ამ ფაში? კი. მაშინ ეგრე ეს ელექტროა და გადის 1000 კილომეტრს და მაშინ მაგას დაგითვლი ვაფშე. დიდი მონიტორი აქვს ამას. ამას საკმარისი. ხო, ამას რო ვითხარიო ტრიალდებაო. ეგ არა აქვს რა, ეს ძალიან მაგარი რაღაც არის. თუ გზავრის ხარეს ტრიალდება ეს მონიტორი და მთელი რატოა მაგარი, რა თმინდა? ბიჭო, შეიძლება არ გინდა, მაგრამ მანქანაში შე რო არ იყო და გზავრი ყავდეს, გზავრი მოწყენილი არ იქნება და ეს მონიტორი თუ მაგისკენ მიტრიალდებაო, კარგი, ჩემი მაგრად გამისწორდა იქ. ბიჭო, იმედია თუ სამართლად მიმაჩნია მაგ ფიჩერისთვის პლუსის დაწერა, რომ ამას არ აქვს Apple CarPlay. უბრალოდ აქვს, მაგრამ სპეციალური მოდემი გჭირდება, რომ ეგ მაგან იმუშაოს რა. და მაგას აქვს. ხო და მაშინ მაგაში დაუწეროთ პლუსი. აუცილებლად, იმიტომ რომ ეს ყველაფერი აქვს ამას. მონიტორის გამო პლუსი გეკუთვნის. საკმარისი მონიტორი ვარ ხო, ის გამო. ხო. იმიტომ რომ ამ ხელა მონიტორის წრევა ვაფშე არ მინდა. ხო. სარკესთან ესენი ხო აქვს? რო გიახლოვდება და რო გინთებს არ უფრო მეტი. ეს გეუბნება რომ რომელი კარი არ უნდა გააო. Please don't open the right door. გეუბნება, იმიტომ რომ მანქანა მოდის. არა აქვს. ბოლოს გეტყვი ერთ რაღაცას, რითიც ამის. რაც მე ამას რო აქვს მაგრად მომწონს, ძალიან მაგარია. და მაგით მოგიგებ. ძღოლის ყურადღების კონტროლი აქვს. პატარა წის სენსორი უყენია, რომელიც გაკვირდება, ხომ არ დაგეძინა, ხომ არ იყურები ტელეფონში და იმასაც კი ხვდება, ხომ არ ამთქნარებ. იმიტომ რომ ერთი-ორჯერ დავამთქნარე და გადაღლილი მძღოლი დამიწერა, გააჩერეო მირჩი. შენი აზრით ძღოლმა არ იცის რომ გადაღლილია? ძღოლმა იცის, მაგრამ მოკლედ twins გიტყნავს ტელეფონში რა ხარ და მაგზავნო ტელეფონში აღარ ვარ და ეგ ძალიან კაი თვისებაა. მაგალითად, ჩემი შვილისთვის მანქანა რომ მინდოდეს, შეიძლება ეს იყოს გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც ამას უყიდი, იმიტომ რომ ტელეფონში ესეთი ჩავარდნილი არ იყოს, იმიტომ რომ ახალი მანქანა როა, პირველი ავტომობილი როა, ვერ ხვდება, ვერ იაზრებს, რამდენად საშიშია ტელეფონში ეგრე ყურება რა. და შეიძლება ახალი მძღოლი იმასაც ვერ მიხვდეს, რომ გადაღლილია, იმიტომ რომ როდესაც გადაღლილი ხარ, მე ჩამძინებია მანქანის საჭესთან არაერთხელ, განსაკუთრებით გერმანიიდან რომ მოვდიოდი ერთხელ, მაშინ ჩამეძინა და ვერ მივხვდი რომ მეძინებოდა და უცბად რო გავიაზრო რაღაც გზა არ მახსოვდა, მე მივხვდი რომ ის პატარა მონაკვეთი ჩამეძინა. ამიტომ ეგ ძალიან მაგარი ფუნქციაა. კაი, მაგაში ხოლა გეკუთვნის. მე მგონი ეს ჩელენჯი მოიგო. Yes. ოკეი, შევთანხმდით. საბუგა, სანამ ეხლა იმას ველოდებით, ყავას რა, ჩვენი ლეგენდარული ყავის ტესტისთვის. Safety-ები, აბა, adult occupant-ზე რა ხდება? 93%. 95 მაქვს მე. Child occupant-ზე? 87%. 87 მაქვს მეც. Vulnerable road users-ი? 85%. 74 მაქვს მე. ხედავ, რა საქმე? არაფერი, ძმა, აქ გარეთთვის დააზიანებ მაღაზია რა და შიგნით აქ უფრო უსაფრთხო ხარ. Safety assistant-ი შენამდენი? 77. მეც. რა გამოდის? პროცენტულად ჩემი უფრო მეტია პროცენტი ვიდრე შენ. არ არის ეგრე. ორით მაჯობე მარტო. ვაიცა, ეხლა მოდი ჩამოვყალიბდეთ რაში გიგებ. ამახანს რო ყიდულო, შენ უფრო უსაფრთხოდ იქნები, ხო, ქუჩაში შეიძლება ვიღაცა დააზიანო, მაგრამ შენ უფრო უსაფრთხოდ იქნები. არჩევანი რო იყოს. შენი და რომ მიდიოდეს გზაზე რა. და ვიღაცა უცხო, რომელს დაეჯახები? არცეთ. ანუ ერთ-ერთს უნდა დაეჯახო. უცხოს რა. ხო, შენდაც გადაარჩენ, ხო ეგრეა? აკაც ეგაა რა, ანუ ეს მანქანა მაგარია იმაში, რომ ვიღაცა უცხო გადაარჩინო და ეს მანქანა მაგარია იმაში, რომ შენი დაგადაარჩინო და ეხლა დანარჩენი შენ აიჩინე. პროცენტულად რამდენად? შო გიწერ მოგებას, იმიტომ რომ მაინც მოგიგებ. გიწერ მოგებას, ყავას ავიღებ. ისეთ საიტი ნახეთ რა კომენტარებში დაწერეთ, სადაც ნიკა მოიგებს რა, რომ მე თუ რაღაც შევწვიფულებს. ანდაც არ მინდა არა, ორი მანქანით ვარ წავედი, მაგრამ. ძმა, და აბა შენიც სხვის გამლელებზე მზრუნველო. Yeah, you know it's automatic. Yeah, tell Trev leak the hard drive. I'm ever caught in traffic. ახლა გავზომავთ მანქანის ხმაურს, ხმის იზოლაცია რამდენად კარგად არის გაკეთებული. გავსწორდებით, ჩავრთავთ დეციბალომეტრს და გავიგებთ რა ხდება ჩვენს თავს. წავედით. მოკლედ, საშუალო არის 61 და 1 და მაქსიმალური აჩვენა 64. რაც არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, იმიტომ რომ გავითვალისწინებთ იმას, რომ Hyundai-ს და Mercedes-ს რომ ტესტავდით, მაშინ საშუალო იყო 63-მდე თითქმის. კაი, მოდი ახლა ვნახოთ Toyota რა სიზამს. ახლა გადმოვჯექით Toyota
რა 4-ში? Life theories, this nice delivery got me rated. Banana berries and smooth metalies overdated. ისეთი ხმაურიანია იმასთან შედარებით, რომ ჩემი აზრით შედარება ახე. ხო არ გადავაბალო სპორტულ მანქანაში მგონია თავი, მაგრამ მაინც ვნახოთ. მიუხედავად იმისა, რომ იქ ანუ სიჩქარის მომატებისასაც ქონდა ჩართული, აქ არ ჩავთავ მაგ დროს. და პროსტა ისეთ ჩავთავ რა, აჰა. მოკლედ 62 და 1-ია საშუალო, მაქსიმალური 74 დააფიქსირა, რაც ძალიან ბევრია. მოკლედ ნახეთ თემა რაშია. მიუხედავად იმისა, რომ საშუალოც უფრო მაღალი აქვს Toyota-ს, ანუ უფრო ხმაურიანია სალონში. მაქსიმალური ამან კიდევ უფრო მაღალი დააფიქსირა, რაც ნიშნავს, რომ როდესაც ისეთი გარემოება, აი მაგალითად იმ მანქანაში დიფალში რა, სატვირთოსთან ჩავიარეთ. სატვირთოსთან ჩავლა ყოველთვის უფრო ხმაურიანია ხოლმე, ვიდრე ესე სიარული. ამ Toyota-ში აჩქარებაც არ გამიკეთებია ხმის გაზომვის დროს. ანუ იქ სადღაცას მე მგონი 50 კმ/სთ-დან დავიწყე გაზომვა, ავჩქარდი 100-მდე და მაგ დროს კიდევ უფრო ხმაურიანია მანქანა, ეგ აქ არ გამიკეთებია. მიუხედავად მაგისა, მიუხედავად იმისა, რომ იქ სატვირთოსთან ჩავიარე და მიუხედავად იმისა, რომ აქ მარტო სტაბილური სიჩქარე გავზომე თითქმის, მაინც უფრო მაღალი აჩვენა ხმაურიანობა. ამასთან, მაქსიმალური Toyota-ს უფრო მაღალი აქვს ვიდრე Deepal-ს, რაც ნიშნავს, რომ ესეთი დიდი ხმაური უფრო შემოდის სალონში, ვიდრე Deepal-ში. ხო და ეგეც კიდე ცალკე პრობლემაა რა. ანუ ამ ხრივ სალონში როგორი სიჩუმეა, მაგაზე ცალსახად Deepal-ია გამარჯვებული რა. Deepal-ს უკეთესი მაჩვენებელია. დაუწეროთ Deepal-ს გოლი, ამას X. აი, დიაგონალების დროა. ყველაზე პიზდეცი ტესტირების ნებისმიერი სულისთვის. მოკლედ, მეგობრებო, ეხლა დაიძრება საბა დიაგონალების ტესტზე, მაგრამ სანამ საბა დაიძრება, მინდა მადლობა გადაუხადო პორტალს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენ მანქანებს საწვავით და იცოდეთ, რომ ჩვენი ვიდეოების გადაღებისას ყოველთვის პორტალის საწვავი ასხია ჩვენს მანქანებში. პორტალი არის ბენზოგასამართ სადგური, რომელიც თავაზობს ყველაზე კარგ ფასს ყოველთვის იმ საწვავზე, რაც სხვაგანაც შეიძლება იგებო. ერთ და იგივე საწვავი, უკეთესი ფასი. წავედით საბა! რო იცოდე რა? ტრეილი ჩაურთო. მოდი ერთიც დაც რა. მიდი, რა თუნდაც და ავა. იასნად რო ავიდოდა ეხლა. ამ მანქანას ვერ ვაკადრებდი იმას, რომ არა მომეყვანა. წავედით ახლა ჩვენი ჯერია. საბა ავიდა. რა თქმა უნდა ავიდოდა. მას ხვალს არც მოველოდი არაფერს. სიმართლე გითხრათ, მგონია რომ ვერავა ეს მანქანა იქ. იმიტომ რომ არის უკანა წამყვანი. ანუ ფაქტობრივად SUV კი არა, მაღალი ჰეჯბექია რა. რამე შანსი მაქვს შენი აზრით? პროსტა უშანსო. აი, აზრი არა აქვს რა ვერავა რა. ვინ მოიგო? ხა Toyota-ს 4-4 სისტემას რო ეს ვერ აჯობებდა, მაგაზე საუბარი ზედმეტი იყო, ამიტომ მეორედაც კი არ ვცდით ყველა მანქანას გავაწვალებ. Toyota არის ადამიანი. ადამიანია გეუბნები. ეხა იცი რა მაინტერესებს? რა სიტყვის? ჩავთვალოთ რომ მოგიგე თუ მართლა მოგიგეს, იმიტომ რომ ეს სპეციალურად არ ავიდა ეხლა იქ. იცოდა ისაც ვერ ავიდოდა. მაგრამ რომ წასულიყო. ისა ბოდიში არ მესმოდა, ამას ორმაგი შუშებია და ძალიან კარგი ხმის იზოლაცია აქვს და არ მესმოდა და აბა თავიდან დაიწყე რა. ანუ იძახი რომ იქ ნუ აზრი არა აქვს რა, ხმის იზოლაცია ისეთი კაი აქვს.
ორ მაგიშუშების გამო რაც არ უნდა ელაპარაკოს აზრი არა. მე ხო ვიცია რა, იქ ავედი, გადავხედე რა სიტუაცია იყო, ჩამოვიდა, აბა კითხე, იცის იქით რა სიტუაცია. გადავიდეთ სალონის ტესტზე. გადავიდეთ კი. პირდაპირ ხო არ დამიწერ მოგებას. რაში? სალონის ტესტში. რატო? კვატო, რატო? მე გადავები, ნახე რა შევზივარ და შენ ზიღარ სეფასკამზე, სკამეიკაზე და მე ვზივარ ტახტში. გადავიდეთ რა. მე ჩემი არგუმენტები მაქვს. ვიდეო დაალაიქეთ, თუ გონიათ რომ Toyota მოიგებს და უეჭველი მოიგებს, რა თქმა უნდა. აი მაგრამ უნდა მოიგოს. მოკლედ, მივიწევთ უკვე ბოლო ტესტებისკენ. რასაკეთებ? მაგ ხმაურს ეგ არ უშველის, რამ ხელაზია დაგუქილი ჯერ რა არის. შემდეგი ტესტიც რომ მოვიდა, სადაც უკვე სალონი უნდა გავიაროთ, იმიტომ რომ საოჯახო საშუალო ზომის SUV-ში სალონი ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სალონის მატერიალები და მოცულობა. ხო? ეგრეა. აუცილებლად. ამ შემთხვევაში შენ გაგიმართლა, რომ არ ყავს ტყავის Toyota. თორე ამის ტყავი არის საშინელი. ჯერ ტყავი არ არის შემცვლელია, მაგრამ მე არის საშინელი შემცვლელი. ვიცი, მაგიტომ ავარჩიე. კვიცი. ერთმანეთის მანქანებში ჩავსხდებით და მანქანის ფლობელი, უბრალოდ წარმომადგენელი შეესწება რომ მეორეს მოაწოდოს რა. აუცილებლად. ბაზარია რა. დავბრძანდით. დავბრძანდით. კაი, დავიწყოთ Toyota-თი. მანქანით დავიწყოთ ჯერ და მე ბიჭო, ბებიაჩემს ქონდა კაბა ასეთი, ამ ფაქტურის. მეტი დაბლა არ ჩადის ეს? მეტი დაბლა რატო უნდა ჩახუდი ძმაო? თუ დაბლა გინდა BMW-ში უნდა ჩაჯდე და აქ Toyota-ში ხარ. რა ეხა მაღლა იმენა იცი რაზე ვზივარ? გასვენება სეფასის რო არის, ხო იცი? მაგიდას და როსკავი ეს გადებული რო არის დიდი ხე სხვადასხვა მორებზე. მე მაგაზე ვზივარ. ეგ იცი ამდენი ხანი ძლებს? კი, ერთი დღე. კაი, ჯდომა საშინელებაა. ეს წინ არ გამოდის, ეს უკავნა მედოს ხელი? არა, იქ ჩემთან გამოდის რა და მაგ. შეთან გამოდის? ხო მე ზომებში ისე ვარ, რომ ეგეთი. არა ლუკი გაქვს? კი, ზომიერი. პატრონმა ჭუჭუს ზომის ხელით არჩია ეს ლუკი? Facebook-ს ეს. გასაგებია. აი, იცი რა მაინტერესებს? რო ყიდულობ Toyota-ს. აი რამე ზედმეტ ხედავი ხა მანქანაში, რო ჯდები. ღილაკებს ძალიან ბევრს. დავიბენი უკვე ეს რა არის. აი ნახე საჭეზე რა თმინდა ზოლის ღილაკი. ბიჭო, რატო გინდა იცი? რომ ზოგჯერ ავიწყდება და მე ხო რომ მოვდიოდი, მაწუხებდა რა. აი ტვინი გამებულყა, გადადი გადმოდი. მას გაფიცებ, ქარი რო შემოდის ამ მანქანაში, ეგ არ გაწუხებდა და ეგ გაწუხებდა? როდადი ხა შეგეთი ხმა არის. არა, ყურსასმენი მეკეთი. ნუ აი პატარაა მიჭერს. მე არ მიჭერს. ნუ შენ პატარა ხარ და მიტო. ხო. ნახე როგორი კაცურად აქვს დარჩენი. არ უნდა ეს ეს აუწე რო გაგექცეს ტაჩი რა. სკა, უცბად, აი, კაცურად. ნახე რა ხელა ადგილი აქვს, ხედავ? ეკონომ მოუდი. სპორტი გააწითლა? არა. გადმოწიე? ხო, სპორტი დააწერა. ხო, უკვე გააწითლა რა, ესე იგი. რა თქმა უნდა, გააწითლა, ახლა გაამწვანა. პატარა არ არის ხა, ნუ შენთვის პატარაა. ბიჭო, უკან არ არის ისეთი პატარა, ხო იცი? ეს არის საოჯახო. ნახე? მაგრამ ძალიან არაკომფორტულია. რატო არა კომფორტული? ჩამოწიე ხელის დასადე, აბა ეხა გახდა კომფორტული. არა, ხო არ გადავ, არა, ძალიან არაკომფორტულია. იცი რომელია? აი ხისკამები რო არის და ხელის ჩამოსადები რო არის. ბიჭო, აქ ძირითადად ბავშვები ხდებიან რა. და ბავშვი მე ფეხებზე კიდია თუ როგორ არის? არა, ბავშვი არ ჯდება ერთ ადგილას. მოძრაობს, მიხვდი? კაი, ისა, ერთი რაღაც გავტესტო, შე რო გიყვარს ხოლმე. აუდიო სისტემა გადასტე რა. საშინელი ხმა აქ ეს არ უნდა აგეწია. შენ ამ მანქანის მოგებაზე ჩალიჩობ და არა წაგებაზე. ბიჭო, მაგარი ხმა აქვს, ძმაო. რას აქვს ბიჭო, მაგარი ხმა, შრიალის ხმა ეს. რადიოა ეგეთი. რადიო ეგეთი. ბიჭო, არა, ამ მანქანის სალონს მე დაუწერდი 10-დან 5-ს. კაი, გაგუგრძელდა ძალიან. წამოგანახო მანქანა რა არის, წამო. ხოთა შორის. აი ეს გაღება, ეს შუშები რაღაცა, ძალიან მაგარი. ჯერ ბიჭო, მატერიალებს მოკიდე ხელი. ნახე, შეხედე. მატერიალებს მოკიდე ხელი. აიცა, კარს ჩარჩორო არ აქვს, მაგას რატო არ უყურე? არა, ეგ მაგარია, ხო. იცი რა როგორ ზიხარ კაცურად? კარებსო დავკეტავ. ეს კამი რო არ მიდიმოდიოდეს, თაბრო არ დამეხო, შეგიძლია გათიშო ეგ? ეგ easy entry არის, უკან გადის კამი, როდესაც გააჩერებ, მანქანას რომ მარტივად გადახვიდე. ხო და იქნება არ მინდა აქეთ-იქით მატაროს რა, შემიწუხდა გული. პირველი ადამიანი ხარ, რომელმაც თქვა რომ ეგ არ უნდა რა და იმიტომ რომ მე სხვა რაღაცეები მევასება, აი მაშინ დავჯდები როგორც ვტოვებ, ეგრე არის. всё. აი ახლა ზომიერად ეს უფრო დიდია თუ ის? ეს უნდა მუსო იყო ფეხი მიდევს აქ, ძმაო, ნახე როგორ ზივა. ეს ხარ? იქაც ეგრე ზივა. იქა გადაბარჩხული ფეხები, გაასწორე, დაადგილ, მოხრეს და გაზდა და აი ნახავ. ვაფშე არა. აი ეს ძალიან მაგარია რა. აი ეს რომ მოგწოს, მე ეკრანით ხარ საცემი. არა.
მე მევასება ეხა ეგეთი რაღაცეები რა. რაღაცეები მევასება, რაღაცეები არ მევასება. აი ეს მევასება. წამო უკან განახო ჯერ რა ხდება, წამო. ძალიან უკან გამოწია ეს, ეხა მიწია. ეს ხო კარგად არის. ეგ კიდე უკან არის მოწეული დაჟე. იზი ენტრის მოუჩია, მაგრამ კაი, მაინც ნახე რამ ხელა ადგილი გაქვს. ეს რა არის? არა, აქ ხელს დასადები. ხელის დასადები. როგორ არა აქვს ხელის დასადები? რას ქვია არა აქვს ხელის დასადები? ჯდომი მაქვს ესეთი. აჰა. იქაც ეგრე ვზივარ, აქაც ესე ვზივარ. აქ ფეხებს ვადებ. იქ არ ვადებ. აი ამას შენ მე მგონი რა არის, პროსტა მაქსიმალურად განვირათები გაქვს ფეხები რა და ეხა სადაც არ უნდა ბაიბახში რო ჩაქსვაკე დაადე პროსტა ესე იჯდე. ესე ვზივარ რა, ეხა ძირითადად. ძმა იმენა ჩაფურთხებული ვიცი იმაში სალონში და კიდე პრეტენზია. ბიჭო უსამართლო ხარ, არ შეიძლება. მოდი აგერ, აი მესამე კაც გოგა რა სიტყვი, რომელში უფრო დიდი სალონია, კაფეც. აქ უფრო კომფორტულად ვიყავი. ბიჭო, კომფორტულად შეჭ. ჯერ ბიჭო იმას ამას როგორ ადარებ მაგის დადავატირე, იქ ვზივარ ასე. მაგაზე არ მაქვს საუბარი. უბრალოდ იმას არ ვიძახი, რომ ეს ძალიან ეს იმენა განიერია და ის არ არის თქო. ჩემი აზრით ერთი ზომის არის. ჯერ ბიჭო ნახე რას უყურებ აქ. არა, მაგაში გეთახმები ძმაო, ამ თემაში მოიგე აუცილებლად. ანუ თუ ეს ის შეატყე რომ ღვედი იმას რა ქვია, სავარძელს დაყვება? ეგ შეატყე? ეგ შევატყე, როდის იცი, ღვედი რო დამჭირდა, აქვეძებდი რა. იქ რო ვიჯექი ოღონდ. ხო და იქ რატო არ იმას რატო არ ეგ ძვირიანი მანქანების დამახასიათებელი თუ ვსება უფრო კომფორტული როა და უსაფრთხო მაგას რატო არა? 10-დან დავუწერდი 8.5-300. თან ხდებით. ბატონო. საბარგულის მოცულობა არ უნდა შევადა რა. როგორ არა, კაც. ჯერ ნახე ბიჭო რამ ხედა საბარგული. აბარა ხელა. აი, ეს ახლა დიდია? წამოება ერთი იქით. მე ხო არ ვიტყვი ფეხებში. არა, საბარგული შენ უფრო დიდი. აა საბარგულიც ასახა ჩემ უფრო დიდი. კაი, ახლა ამ ხელა საბარგული რა შეგჭირდა? კაი. ვაფშე არაფერი შეარ. სიგანეში ნახე, ხო, მარ ვიყუდებული. და სიგანეში ნახე, ფეხი სად უჩება რა? კაი, ახლა რაზე თან ხვდებით სალონში რომელი ჯობია? არა, სალონში ეს ჯობია, კაცო. საბარგულით რო გავითვალისწინოთ. მაინც ეს ჯობია რა. ეს ერთამით ესა ჩვენი აქ რამ ხელა სხვაობა სიგანეში. კარი რა შორს არის, რა განიერია და აქ რამ ხელაზეა მოსული. რომ ვინმე მოსამართლოდ არ მიეჩნია. ჩემი აზრით რა, ეს არის ისეთი ოჯახისთვის გათქმული, აი, ისეთი ოჯახისთვის აი გამოყვანილი და გამოსული და გაყიდული, რომელსაც სავარაუდოდ მეორე ან მესამე მანქანა ეყოლება ბარგის გადასატანად რა. გადავედით შემდეგ ტესტზე, აწი უკვე საფაწავო ყველაფერი, სულ 2-3 ტესტი გადაგვრჩა და ეხლა არის ყავის ლეგენდარული ტესტი, რომლითაც გავზომავთ, რომელი უფრო რბილია და რომელი უფრო კარგად ყლაპავს უსორმასორო გზას. პირველი შენ წახვალ ჯიგარო? კი, 40 კმ/სთ სიჩქარე. 40 კმ/სთ სიჩქარით. კი ბატონო. წავედით. დავაი, წავედი? მზად ხარ? მე ბიჭო რო დავიბადე მზად ვიყავი. 40 არ და. 40. ეგ არის. ანირხე. ნელა გააჩეროს, რაფად გაჩერება არ გამოგივიდეს, ხოლმე უფრო გატოვებს. წაეთავი დავაფარო რომ არ გადმოგვექცეს კიდე აქედან გზაზე. დარჩა რამე? აუ აქ რა ხდება ნახეჩი. სუყავიანია. ხელის საფარებ, ხო ხედავ ბიჭო გვერდზე. აჰა. წავედით? მზად ხარ? მე რო დავიბადე მზად ვიყავი. წავედი. აჩქარებაც ვიგავაკეთე ეს სწრაფად მოვაჩქარ. 40 რა, შემოგე 40. всё, დაიჭირეთ. ერთი სიჩქარე არ უჭირ. აჩქარებისას დავაქციე ძალიან ბევრი შეგეცადე. სამაგეროდ ბევრი გავიარე კიდე. კაროჩე რა. ცუდად ვიარე. ოპა. შემგონი წავაკი. მე მგონი ცოტა არის დაქცეული. ამ სიარულით თუ კიდე ცოტა დააქცია და საღოძმოვა მანქანას მაშინ. აბა ჩავხედოთ. შედარებაც არ არის. ამაში ბევრია, მაგრამ სად არის ბევრი? ჩემსაში. მიყადავები? აი ხა ნახე რა გიქნა. დაყარი აქ. ჩემსას ჩავასხავ ჩემით. ნახე რამდენი დავაქციე. ნახე რამდენი დავაქციე თან. ნახე ჩეთერობს რა. რას ჩეთერო? ანუ აი შანსი არ არის რომ ამ მანქანაში მეტი იყოს. კი, შენსაში მეტია. ვაღიარე. და დაგიწერ პლუს, მაგრამ აი პროსტ ანუ უბრალოდ თავიდანვე როგორც ჩანს მეტი იყო შენ და ნახვა დაგვაუწევ. ერთი რაღაც მაინტერესებს რა. ჭიქას რო დახედავ. აი რანაირად ხვდები რომ აუ შესაძლებელიც არ არის, ამაში მეტია. რანაირად, აი შეხედე. აი, ჩემი აზრით ყველა სამართლიანი იქნება. ჩემი ბრალია თუ არა, მნიშვნელობა არა აქვს.
რა უთხრს უნდა დაუწეროთ ერთი ქულა, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ხალხი შეცდომაში რო არ შევიდეს, ეს ბევრად რბილია, ვიდრე ეს. ერთი რაღაცა მინდა აღვნიშნო რა, ხალხო. შეგვეძლო ეს ტესტი ჩაგვეტარებინა თავიდან და ვერაფერს ვერ გაიგებდით ვერასდროს. მაგრამ არ გვინდა ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ, გვინდა რომ ყველაფერი იყოს პირველივე ცდაზე გაკეთებული რა. მოხდათ, ტესტი ჩავატარეთ ცუდად. მაგის გამო მოიგო რა 4-მა. და აგერ ორი კაცი ვზივართ რა ვართ, სამი კაცი დაჟე. და სამივე ვიძახით რომ ეს ბევრად რბილია და ბევრად კომფორტულია ვიდრე ეს მანქანა რა. მაგრამ შედეგი არის ის რომ რა 4-ს ახლა მეტია ყავა რა. ამ შემთხვევაში ალბათ ორი რაღაცა, ერთი რომ სიმართლე მოვიტანოთ თქვენამდე, მაშინ ამან უნდა მოიგოს. მოდი გავანულოთ მაგის დედას. ბათილს ვფიქრობ. ბათილი რა. ბათილი მივცეთ, იმიტომ რომ უსამართლო, ანუ არასწორ ინფორმაციას მივიდანთ ადამიანებამდე რა. გავაბათილოთ ეს ტესტი. გაბათილდა. მეც ეს ჩაბა. მე ჩემს ვიხედავ რა. ჩემი ნაკლები საიდანაც დაიქცა. გერმანელები ხარ? გერმანელები ვარ? ჩემი ნაკლები საიდანაც დაიქცა, იმას ვიხედავ. მაგრამ მომი გადავარდეთ. ეგ გასულ ქართული იყო. მოვედით უკვე ბოლო ტესტზე, სადაც საბას შანსი აქვს, რომ დაამთავროს ეს პრე. ფრე ბიჭო 4-4. ჯერ გიგებ. ნუ 4-4 არის, მაგრამ ეხლა ჩინურს რო Toyota-სთან 4-4 აქვს მოგებას ნიშნავს, ხო? არა, ეგ ბოლოში. განსხვავებული არის ვიზუალი. ვიზუალს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს და მოდი ახლა ხალხს ვკითხოთ, რომელი ურჩევნიათ, ახალი ეს ვიზუალი თუ მიჩვეული ეს Toyota შეჩვეული და გადაღეჭილი. ამ მანქანებიდან რომელი უფრო მოგწონთ ვიზუალურად? ეს. ხო გითხარი. ერთი მაქვს. მეგობარო, გამარჯობა. ამ ორიდან ვიზუალურად რომელი უფრო მოგწონს, ეს თუ ის? თეთრი ხო? ჯიგარი ხარ, მადლობა. გაიგე ბიჭო. ეგ ორი. უკაცრავად. ვიზუალურად რომელი უფრო მოგწონთ? მარტო ვიზუალი, სხვას ყველაფერს თავი დაანებ. არაფერს არ ვიტყვი დედას გეფიცე. არა. არა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მე ამის მოყვარული ვარ, მაგრამ ამით ვარ რა. ვერ ვარჩევ ეხა ძალიან ამის ვიზუალი ძალიან მომწონს რა 4-ის და ამის ვიზუალის შთამბეჭდავია, მაგრამ ცოტა სათამაშოს გავს. ანუ ცოტა ძალიან რა Toyota. ბაზარი არა. მადლობა ძალიან დიდი. თქვენ რომელს არჩევთ? თეთრს. მადლობა, ჯიგარი ხარ. მადლობა. მადლობა ხალხო, ოქროები ხართ. რომელი გირჩევნია ვიზუალურად, ეს თუ ის? მარტო ვიზუალი. ნუ ვიზუალი თეთრი. მადლობა ძალიან. არა, ჯიგარი ხარ. მოდი ახლა მე ვკითხავ. მეგობაროს, გამარჯობა. რო გკითხოთ შეიძლება? ვიზუალურად რომელი უფრო მოგწონს? თეთრი? გიასნოთ. ხუთი ერთმა კაცმაც რო თქვას, ეს აზრი აღარ აღრჩებდა. პატივცემულო, რომელი უფრო მოგწონთ ვიზუალურად ამ ორიდან? მაინც Toyota, ხო? ჯიგარი ხარ, მადლობა. კარგი დღე. ხო, მეგობრებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, თუ გაინტერესებს მსგავსი ვიდეოები, მომავალში თუ გინდათ, რომ სხვა ჩინური მანქანებით შევადაროთ, ევროპულ და იაპონურ და ამერიკულ მანქანებს, დაწერეთ კომენტარებში და თუ ეს ვიდეოები დააგროვებს ბევრ ნახვას, ბევრ ლაიქს, მაშინ გადავიღებთ ამ ყველაფერს და ბევრი ნახვა რო დააგროვოს, აუცილებელია ბევრი ლაიქი, რომ YouTube მიხვდეს, რომ მოგწონდეს და სხვებსაც ურჩიოს. და შემდეგი ვიდეო უკვე იქნება გაზ21-ზე, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, ასე რომ დარჩით ამ არხზე, გამოიწერეთ და ჩაუჯექით ძალიან საინტერესო ვიდეოებს და მალე ჩვენ არხზე დიდი ცვლილებები იქნება. ერთი მთავარი ტესტი ბოლოს, რაც გამოგვჭა, უბრალოდ ვაპირებდით ჩასმას, მაგრამ ისე მივედით შეჯამებამდე, რომ დაგვაუზდათ, არის ფასი. ამ მანქანის ახლის ფასი არის $26,000, 26,000 რაღაც, კაი 27 ვთქვა. ამ მანქანის ახლის ფასი არის დაახლოებით $35-40,000. ამ კომპლექტაციით რაც ახლა არის $15,000-ია სხვაობა. და $15,000-იან პირობებში, სულ რო ჩავთვალოთ, რომ ის ყავის ტესტი მაინც ამისი იყოს და ფრე დამთავრდეს, მაინც დიდი გამარჯვება არის ჩინელებისთვის რა. მაგრამ ეს გამარჯვება არ ნიშნავს ხალხო, რომ ყველასთვის უკეთესი არის ეს მანქანა. ეხლა გეტყვით როგორ უნდა მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი ჩვენი მსგავსი ვიდეოებისგან. უნდა შეხედოთ რა ტესტებში რომელმა გაიმარჯვა. ამ შემთხვევაში off-road-ში, საიმედოობაში და უსაფრთხოებაშიც ვთქვათ, იმიტომ რომ ვიცით რაც არის და თან მე უფრო იმ საიტებს ვენდობი, სადაც ეს არის შემოწმებული. მუხრუჩში მაინც გაიმარჯვა Toyota, ხოლო სვლის კომფორტში, სალონის მოცულობაში, საწარმოო მატერიალებში, ტექნოლოგიებში და უკეთესად სამართავი რომელია, გაიმარჯვა ჩინურმა მანქანამ რა. ამაზე თავისუფლადაც სალსახად შემიძლია თქვა.
კი ამბობენ რომ ჩერის ძრავები მილიონს გადისო, ნუ ეს ჩერის ძრავი არის, მაგრამ კი ამბობენ რომ ჩინური ძრავები ბევრს გადისო და არ ფუჭდება და გამძლეა ხალხო და ჩადით ტაქსები ნახეთ რამდენს დადიანო, მაგრამ სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ 16 წლის ნარბენ ჩინურ მანქანას, მანამდე მე მაგაზე ვერ ვილაპარაკებ. ამიტომ საიმედოობა მაინც ჯერ Toyota-ს მხარეს რჩება. თუმცა მომავალ შეიძლება ეს შეიცვალოს. ასე რომ, საიმედოობა და კარგი off-road-ი, კომფორტი, საწარმოო მატერიალები, დინამიკა, კარგი მართვა. ხო, და კიდე ამას გარანტია მოყვება და ეს ახალი არ მოგივა $25,000 ჩანსია. ხო, ეგ არის, კარგი. თუ მოგიწევთ ვიდეო, დაელაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და წარმატებებს გისურვებთ.